მინდა გავიხსენო ელემენტარულად დედაჩემის და დედაშენი მიყვებოდა ხოლმე რა დედაჩემი ხშირად ამ ისტორიას რომ ერთ სკოლაში სწავლობდნენ თურმე რა ერთი წლით პატარა იყო სოფიკო დედაზე რა და მეთქი პეტრიაშვილზე რო იყო სკოლა იქ სწავლობდით მეხუთე ქალთა იყო ეს ამბავიო და მეოთხარი სოფიკო როგორი გოგო იყო მეთქი რა და მანქანით დადიოდაო, ვერიკოს მანქანით მოგვაკითხავდაო, ჩავეყრებოდითო გოგოებიო და მეცხრე მე-10 კლასში მაშინ წარმოიდგინე, პაბედა ყავდაო, ყავისფერიო, ყიაფერისო და ესე დავდიოდითო და ზუსტად ხა ვიცი შენი დამოკიდებულება სოფიკოს მიმართ, მშობლების მიმართ საერთოდ და მე მინდოდა თან ეხა რომ მოხვედი ისეთი მაგარი საჩუქრები მომიტანე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებია რა ესენი რა გიორგის შემოქმედება, სოფიკოს შემოქმედება, მათი ფილმები ერთ იმაში გამოცემული ფლეშკაზე იქნება თუ დისკებზე იქნება ძალიან მაგარი საჩუქარი მივიღე და მინდა რომ გავიხსენო რა აი შენი ბავშვობა ეხა დედაჩემს რომ ვეკითხებოდი მეთქი აი სოფიკო ის რო იყო მეთქი ხო იცი გადაღებები რო იყო იმისი რა ქვია ჩვენი ეზო თუ რა ქვია ხო პირველი ფილმი ეგ არის მაშინ არ იყავი ჯერ ხო დაბადებული მაშინ არ ვიყავე მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი და ერთი ფოტო მაქვს სოფიკო და გიორგი ესე ბურთს თამაშობენ და ბურთია ჰაერში რა ხო და ვიზახი რომ აქ იდეაში აქ ჩავისახებინე კონცეპტუალურად იდეაში მანდ ვარ ჩასახული ხო არა მაშინ არ ვიყავი შეუყვარდათ მე შენთვის პირველი ფილმი რომელი იყო სოფიკოს და გიორგის ჩემთვის რომ ახსოვს რო გახსოვს რა ვიცი ნელი ესე თქვა რა მე ვიყავი რაც გინახავს ვეღარ ნახავ ალბათ რაც გინახავ ვეღარ ნახავ კი მართალი ხარ უკვე ვარ სადღაც 6 თუ 8 წლის 6 წლის ვარ ხო ფოტომა გადაღებებზე მახსოვს რომ დიღომში ცხოვრობდით დიღომში იღებდა ბევრს მიშა დიღმის თავზე ხო მან სცენებს და ეგ მახსოვს გახსოვს ხო ეგ არ მახსოვს აივანზე გადაღების შემდეგ შოხებში შემოვიდოდნენ ხორავა გოციაშვილი ესენი ვერიკო და ესე იმა კოსტუმებში იშლებოდა სუფრა ჭამდენი შესვენება ჰქონდათ რა შე რამდენი წლის იყავი 6 წლის 6 ხო რა 6 წლის 64-ში ან 6-ში ან 8-ში აღარ მახსოვს 64-ში თუ 66-ში გადაღებული ძალიან მაგარი ის იყო რა ესე იგი მაგათმა სკოლა როგორც კი დაამთავრეს პრინციპში წავიდნენ სასწავლებლად მოსკოვში ხო? და ერთად მოუწიათ იქაც სწავლა? კი, ერთად სწავლობთ. მე ეს არის ისტორიაზე სამსახიობოზე ხო? მე გავჩდი 58-ში რამდენიმე თვის სამიყვანეს უკვე რა მოსკოვში. მოსკოვში დაგიყვანეს კი. ჩემი ნანა იხსენებდა რომ ეს სოფიკო შეგფუთავდა. ხო. თბილა და აივანზე გტოვებდა გარბოდა ვგიშო. მე გაზრდილი ვარ აივანზე შეფუთული. არა მე არ მეგონა მე მგონია რომ აქ დაგდო. ეთყობა ჯანი ავგრიფე იქ. და მე მგონია რომ აქ გიზდება. არა, იქ სამიყვანეს, ნუ ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ, აკეთიკით, მაგრამ სულ თან ყავთ. ხო, მაგრამ ნუ ეხა პატარა ბავშვის გაზდა თან მოსკოვში, თან როარკცალია, ისო რაღაცა ეს დაძნელი რაღაცა. უშრეთი ხო სტუდენტები სტუდენტების და აი უშრეთი ენერგიის პატრონები იყვნენ ორივე რა. ერთმანეთს მეშვებოდნენ ცვლიდნენ ჩემთან ურთიერთობაში ბავშვთან ერთი დარჩებოდა ხან მეორე თელმა ინსტიტუტმა იცოდა ყველასთან რომ ეს ასთენს იმიტომ ნიკუშასთან არის ნუ მოკლედ იყო ეგეთი ის და საერთოდ შენახსენე პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა ყველას მიულოცო ეს დღე რა და საერთოდ გონია რომ მარტო საემართი კი არა დაბადებიდან სიკვდილამდე ყოველი დღე დედის დღე არის და უნდა იყოს რა იცი აი როცა სოფიკო ფიზიკურად აღარ იყო ჩემ გვერდზე თორე სულ ჩემთან არის სულ აქ არის და სულ აქ არის და ემოციურადაც დღე არ გადის რა რომ რაღაცა ესეთი მეტაფიზიკური სულიერი ურთიერთობა არ გქონოდეს და ჩვენ ხომ მოგვსულა ახალგაზრდობაში ერთადერთი რას უნდა მოფიცი რომ ამირეკავდა კაცო გამარჯობა დედა შენი ვარ არ მოგენატრე
აი რაღაც ასაკირო იდიოტური ახალგაზრდა შენ რო გონია რომ რაღაცა იქა რამდენი დრო დავკარგე მეთქი ამ იდიოტობებში რა. მეც მქონდა. მიდი რა დედა შენთან. ამაზე კარგ შენი თქმის არ იყოს. დედაზე ძვირფასი შვილისთვის არასდროს არავინ არ იქნება კი. ესეთ სიყვარული არავის არ შეუძლია, როგორც დედა შეუძლია თავის შვილის სიყვარული.